მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. სარკასტიკაში სტუმრად გურამ ბაღდოშვილი ყავდათ. გურამი შედარებით მორცხვად იყო. არა დაამხელა კაცია და გოგოებთან კიდე სიმორცხვე. ზურა პატარა როტვეილერი ხარ, როგორი კვინები. Flow-ზე ახალი 2-2-ზე ბეთლი დაიდო. ტორო ანგელაი, FC თაირო ვენტუს. ჟიურის ძალიან გაუჭირდა მონაწილეების შეფასება, რადგან ვერც ერთი ვერ იცნეს. სოსოს ახსეს სამი კვირა ვიდეო არ დადებულა. მე მგონი სოსომ ქვეყნები ამოწურა. რჩევა სოსოს. მსოფლიო ჩემპიონატზე ვინც გავიდა ქვეყნებს გადახედა და ისეთი ქვეყნებია უეჭველი არ გეცოდინება რომელიმე. ოქტოპუსმა ახალი ვიდეო დადო სახელით ბენზინს შარდავ. რავი, ისეთი სახელი ქვია აღარ ჩავრთე ვიდეო. მე ჩავრთე და ამიტომ მე გამოვაცხადებ. გაცოცხლებულში ახალი ეპიზოდი დაიდო სახელწოდებით ბენზინს შარდავ. რეგულარი თუ აბიჭებო მანქანას გამოგიყვანთ და დამეხმარეთ. რამდენიმე litrით. ოღონდ იცოდეთ ძრავი არ ამერიკინოთ. კაცებთან სტუმრად ლევან წულაძე ყავდათ. კარგი იყო, თუმცა წინა 58 ლევან წულაძის სტუმრობას ვერ ჯობდა. ბასტო ერთი ტას გაეჯიბრა გეოგრაფიის ცოდნაში. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებს ნახულობდნენ და ვინც გამოიცნობდა, ის იყო გამორჯვებული. ასია მეგობრებო, მარტო IQ არაა ცხოვრება, ცოტა ქუჩაც უნდა იცოდე. რაბანამ ახალი ვიდეო დადო. გავხდები ერთ კვირაში MMA მებრძოლი? ხო, ყველამ ვიცით რომ ვერ გახდება, მაგრამ როგორი ინტრიგნული სახელია? ერთ კვირაში მაქსიმუმ ტრეშ-თოქი bro. ბენიმ ახალი ვიდეო დადო. არ მეგონა ამას თუ 60 წუთში გავაკეთებდი. ეგ რა არის? ევროპაში მყავს ბიჭები ერთ წუთში აკეთებენ ყველაფერს. Hungryman-მა ახალი ვიდეო დადო. სად უფრო გემრიელია საფრანგეთი FC საქართველო. აღმოჩნდა რომ საქართველოში უკეთეს ფრანგულ საჭმელებს აკეთებენ, იმიტომ რომ ლოკოკინა გვაქვს კარგი. მილოვასთან ლაივში სტუმრად გიორგი ვარდოსანიძე იყო. გამიხარდა გიორგი ვარდოსანიძის გამოჩენა, მაგრამ 5 საათი და 58 წუთი ცოტა ნამეტანი იყო. ჰამა კი ბარსელონა რეალის თამაშს უყურებდა. სტუმრად გიორგი კალატოზი ყავდათ, რომელსაც რეალის ფორმა ეცვა. ამ თემასთან დაკავშირებით რეალის გასახდელიდან ჩვენი კორესპონდენტი გური ჩაგვერთვება. ზურა, გური, ნია, ზურა, ნია, ზურა, ნია. გური. მე ახლა ვიმყოფები რეალის გასახდელში, სადაც რეალი ბარსას თამაშის შემდეგ კვლავ იჩხუბეს ფეხბურთელებმა. ამჯერად ჩუამენმა ტრენტ ალექსანდრე არნოლდი გალახა. თურმე ჩხუბის შემდეგი რამის გამოატეხილა. არა მე უფრო ჩავიჯვი ამ სეზონში, არა მე უფრო ჩავიჯვიო. არბელუა მივიდა შემდეგ გასაშველებლად და ორივემ ერთად გალახა. მაინც ავტორიტეტი რომ არის სხვანაირად ექცევიან. მინდოდა ავტოგრაფები გამომერთო ფეხბურთელებისგან, მაგრამ რაღაცნაირად აღარ მომინდა. არ გამლახოს ვინმე. შენ ვინ გაგლახავს გური? საქონელი ხარ, bro. გენავე, bro. კაი, შევწუხდი. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ყოველ ორ შაბათს საღამოს 8 საათზე, თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვდიდათ ზურა, ნია და ჩემი ძმაკაცი გური.